ნახეთ ალბათ ყველა მის ვიდეო, სადაც ერთი გოგონა მივარდა მუსულმან საქართველოს მოქალაქეს და რაღაცა კითხვის დაკავშირებით ეკამათება და რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას, რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქვეყანაში. ეს მისი ქვეყანაც არის. ის შეიძლება იყოს მუსულმანი, მაგრამ ის არის ქართველი და შესაბამისად მას აქვს ყველა ის უფლება, რაც აქვს საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს. შესაძლოა რაღაცა კითხებზე არ ეთანხმებოდი, აი მაგალითად ქუჩის გადაკეტვაზე იყოს რა კითხი, შესაძლოა შინამაში არ ეთანხმებოდი, მაგრამ ფრაზის გამეორება თვითონ და ფორმულირება, რომ ჩემს ქვეყანაში მისიც არის ეს ქვეყანა და არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, არამედ ზოგადად ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს კანონის წინაშე აბსოლუტურად თანასწორი უფლებები და ამ ფრაზის გამეორება არის ძალიან პროვოკაციული და მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ თვითონ ამ გოგონას არ აქვს არც ინფორმირებულობა, არც სიღრმისეული წვდომა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა კონკრეტულ საკითხებს დავასაწარმოებდა და ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი ამის მთქმელია, იმიტომ რომ ეს ამ ფრაზამ არც უბრალოდ წყობილებიდან გამომიყვანა.